მოგესალმებით მეგობრებო, დღეს შევაგრძელებთ Bannerlord-ის თამაშს, ესაც რიგით მე-7 ეპიზოდი და მოკლედ შევუდგეთ დღევანდელ თამაშს. ესე იგი, დღევანდელი ჩვენი მიზანი არის ისევ სტურგიამ დაგვიწყო ომი, ხუზაიტები დაგვნებდნენ და დღევანდელი ჩვენი მიზანი არის, რომ ვარნავა პოლაში, სადაც წინა ეპიზოდში დავმარცხდით და ძალიან სისულელე მარცხი იყო. რევანშის აღების დრო მოვიდა. იდეალურად მიდის ჯერჯერობით ყველაფერი, ავაშენოთ ეს ტარანები. ვაკარმიები გროვდება პატარ-პატარა ლორდების. აი კი ბატონო, როგორც გითხარით და რა მოხდა? ხუზაიტებმა გამოგვიცხადეს ომი. დიდი ხანია ზავიგო თქვენთან, არა? ეგ არაფერი. თქვენც მოგხედავთ. 926 კაციანი არმია, დიდი ალბათობით ესენი სიბირში წავლენ. აი ახლა თქვენი დახმარება მაწყობს, ოღონდ მე მინდა ეს ქალაქი. რა თქმა უნდა. კაი, აქ ტრუპებით გავუშვით. ეხლა ნახეთ რა მოხდა. ეს ტურაიდოსის არმია ხო გვეხმარება ჩვენ ამ ვარნავა პოლას აღებაში. მაგრამ აი მე ვეღარ ვაშენებდი აი ამ კატაპულტებს და იმათ, რადგან ვინც უფრო გავლენიანი ლორდი არის და უფრო მეტი არმია ყავს, როგორც ვიცი ამ თამაში ეგრეა, რომ უპირატესობა ან ყველა ამას ემორჩილება რა და მათ შორის მე და ჩემი არმიაც. და ეხლა ალბათობა იმისი დიდი არის, რომ ამ ციხესიმაგრეს როცა ავიღებთ, მე არ მომწეს საერთოდ არაფერი. აი, ტრუპები გავუშვათ, 745 კაცი მოგვიკვდა. 351 იმათ. აუ არა ბიჭო. აუ არა უნდა მებრძოლა. აი ეგ არაფერი. კაი, ეხლა უცებ მიმოხილვა რო გავაკეთოთ, რა მოხდა? სიბირი დავიცავით. ვარნავა პოლა ავიღეთ. საბოლოოდ ჩვენ მართლობაში გადმოვიდა და ხუზაიტებმა დაგვიწყეს ომი. ეხლა წავიდეთ და ხუზაიტების ქალაქები და ციხესიმაგრეები ავიღოთ. დავიწყოთ მოდი ტიალიდან. ჩვენგან რა მიდის არც არაფერი. მგონი მონჩუგი არის თვითონ მეფე შიგნით. გარნიზონში 273 კაცი არის. 10 დღის საჭმელი აქვთ. აი, უცებ ავაშენებთ ახლა ყველაფერს. ესენი ავაშენოთ, მოუნგრიოთ. ჩვენი ფარტი გაიზარდა, მოვიდა ის ერთი ლორდის. აი, ესეც ავაშენოთ ესე. აი, მოკლედ ეგ არის, კედლები ჩამოუღეთ, თითქმის ყველაფერი მოუგრიეთ, რაც გქონდათ, კატაპულტები, ყველაფერი. ეხლა ტრუპებით გავუშვათ უცბად. 97 კაცი მოგვიკვდა, 99 იმათ. აი, დიდი არაფერი. სამაგიეროდ არმია გაგვიძლიერდა, მოკლედ ეს ქალაქიც ავიღეთ. აი, ასე არმია გავაძლიეროთ. არ გვინდა ეს ლუთი. ეგ არის ტიალის ჩვენი არის. ხო, მოკლედ თქვენთვის იცით რისი ნახვა მინდოდა. ანუ ნახეთ, წინა ეპიზოდში როგორც მახსოვს მე ვთქვი, რომ საკმაოდ გამრავდით ოჯახში მეთქი. აი, ჩემმა ძმამ ცოლი მოიყვანა, ძმებმა მეთქი, ჩემი და გათხოვდა და აი ეს შვილები ზოგი ჩემია, ზოგი იმათი მეთქი, მაგრამ აი რატომ ხარ სალამჩაწერას დავიწყებდი? შევედი, ასაკი მაინტერესებდა ჩემი და ნახეთ რა სიტუაცია არის. 1 2 3 4 5 შვილი მყავს. არ ვიცი ასეთ რა ხუთზე ვიყავით. მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ საკაიფოდ გამრავლებული ვართ. ოღონდ აზე არა ვარ, რომელი ბიჭია, რომელი გოგოა, სალამ არ გაიზდებიან, ამათ სახელებს ვერ შევუცვლი. აზე არა ვარ, ვინები არიან. დანარჩენი ირას თავის სახელი დაუტოვე და აი აქ ცოტა შევცვალე სახელები. ასე თუ ისე, ეს ჩვენი მეგობრების სია, ეს ჩვენი მტრების მონჩუგი და აკრომი ხუზაიტები არიან ეს ორივე. კაი, ეხლა ჩვენი მიზანი რა არის? ერთი წამი ეს ჩემი ძმა სად არის? ჩემ ფარტიში არის. ოკეი. მოკლედ ეხლა მე მინდა რომ ავიღოთ აი ეს ციხესიმაგრე. და აქედან გადავიდეთ შემდგომ ამ დინარის ციხესიმაგრეში. შემდგომ აქ ჩამოვიდეთ და ბოლოს ავიღოთ ეს ბალტახანდი, ერთ-ერთი უძლიერესი და უმთავრესი ქალაქი ხუზაიტების. კაი, ახაც ეხლა უცბად. ბევრი რომ არ ვიწვალოთ.
აქ რავი გაბაგა თუ რაქნა არ ვიცი საიდან დატკნენ, მაგრამ ოკეი, არა უშავს. კატაპულტები ავაშენოთ. აი ესე. ეს ტარანებიც ავაშენოთ ყველა პუნქტში. ჩამოვღოთ ისევ ამათ კედლები და აქაც დიდი ალბათობით ტრუპებს გავუშვებ. კედლები დაუნგრიეთ, ეხლა ტრუპები გავუშვათ უცბად. 66 კაცი მოგვიკვდა 134 მათ, ჩვენიერი 153 დაიჭრა, ტრუპები ავიყვანოთ. აროია გავაძლიეროთ ისევ, მორიგი ციხესიმაგრე ამ მასობაში ავიღეთ. კი ბატონო. ეგ არის და ამხდა. ჩვენი პარტიდან ერთ-ერთი ლიდერი დაიღუპა. აი, არა უშავს. მოდი, ეხლა მე ჩემს ძოს გავუშვებ. და 109 კაცის შეკრება შეუძლია მშვენიერი. ოკეი. შევიდეთ ეხლა. წამოახრინა შევიდეთ. ბიჭო. ნახე რა შალიჩობენ ეს არასწორი. ვაჰ, არა. ო ერთი წამით ბიჭო, ძალიან ცუდად მოიქეცი ხლა, როგორ მართლა. ნახე რა იჩალიჩეს, რა ტაქტიკა ქონდა დალაგებული. ოპა, ერთი წამი. ბიჭო. მოარ გადაო ძმა. კაი, ჩემ დედას ვიცავ. ასე ვირგენდა ისე ასე დაგხვეწა. რა შალიჯობი, რა ტაქტიკა შეცხეს უცბად დააკვირდით ბიჭებს. კი რაღა მეგრევე დავუვიდეთ. კაცი მოგვიკვდა მარტო. ეგ არის იზი გამარჯვება ძალიან. ესეც მორიგი ციხესიმაგრე. ოცდახუთი კაცი დარჩა და ტრუპებით უცბად. პრისონერებიც ავიყვანოთ ყველა პუნქტში, აქედანაც ავიყვანოთ. აი ესე, არმიას გავაძლიეროთ. უცბად. აი ესე, მშვენიერი. მოკლედ ეხლა რა ხდება მე მგონი იქით არყა შემოგვარტყეს ერთ-ერთ ქალაქში ესეც მორიგი ციხესიმაგრე ხო აი ეს ეხლა რო ავიღეთ ურიკსალა კასტლ ამას არყა შემოარტყეს ისევ რამდენი კაციანი არმია ახლა ეგ მაინტერესებს მე წავიდეთ აქეთკენ და 104 ტრუპს კარქავ, ეგ არაფერი. 2376 კაციანი არმია 754 კაცზე და საჭმელი საერთოდ არა გვაქვს. გვაში მშილებენ ეს არასოდეს, ეხა მორალის დაეცემა. კუძი რა გქხავთ? აუ, ზვინი, ჩემი ოფტენე. აი ასე. ასე რომ დაგიტარ გინდათ? ოპა, აქ ნახეთ. ვახ შენ.
აუ, ნახე რა ბაგი არის. ტიპები კედლებს ურტყავენ, შეიძლება. ისე ვაფშე თქვენ ჯიგრებო. მოდით აქ. Forward! Move! Move! აი, ასე დადეკით. აქედან იმუშავებ ვაფშე თქვენ. აქ იდეალურად მუშაობს. ჩემი ინფეტრი. ისინი ჯერჯერობით არ არიან საჭირო და არ ერთვებიან. მშვიდობა. ასე თუ ისე. მაინდა მაინც უნდა მოგცეთ კომანდა რომ გააკეთოთ თქვენი საქმე. სამი კაცი მოუკალით 90 მოვიხდი. მას ყველაფერი გაყრილი. აუ, აღარ არის ჩვენი ნაჯახია. აუ. ნახეთ რა ამბავია პოტა. ადი იქ ვიჯო. მალე მომწიფი. ეს მოკალით ეს არის. მოკალით ხმალ.
დავამარცხო და უიბრიდები ჩემი კაი ესენი პოზიციებს აიღებენ. ბიჭო მოდით. მე არ უნდა მოვდი მაქსიმალურად უნდა დამოწვა. მოცვალეთ. აი ესე. შემოვიდნენ იფეტრი გაარღვიეს ისე ამარასორება. აი, ოკეი, აქედან ცოტა ჩვენს გავიხმაროთ. თქვენ დაიკავეთ ჯიგრებო თქვენი ადგილი ისევ. 19 იფეტრი. კიდე არ მოგვივიდა არმია, არ მოგვივიდა. იქიდან მოდის ავერჩი რა სიტუაცია 253 კაცი ჩვენ მოვუკალით 362 იმათმა მოკლეს 272 ჩვენ დაგვეჭრა და 379 კაცი იმათ დაუჭერით 16 ჩვენ გადანებდა ოკეი ამ მომენტში ესეთ სიტუაცია გვაქვს ეხლა ეს არჩერები ცოტა უკან აი ასე მივხიოთ და მოდი ესენი საერთოდ დავაყენოთ ჩვენ square პოზიციაზე Square formation! აი ასე ხო მოკლედ კომენტარებში ვინც იცით კარგად ეხლა ამ ტაქტიკებით თამაში და ასე შემდეგ დამიწერეთ რამე 1-2 კომენტარი და რჩევა მომეცით გამომადგება უეჭველი ოკეი ესენი მოვიდნენ ეხლა ჩვენ გვინდა სადმე არ გდია ბიჭო ისრები მოდი იმასო აი ამასაც ვერ ვიღებ ბიჭო მაქსიმალურად უნდა შეაკავოთ აი რავი 4 კაცი დარჩა რა მგონია გაარღვიეს ნაბათ აუ არა გთხოვ ნებოდიში ამარჩერების იმედზე უნდა დავრჩე ახლა აუ ინფეტრი იმედია კიდე მოგვივა როგორც ჩანს არა აუ ისრები მაინც მომეცით ბიჭო ძალიან ცუდად წავიდა ჩვენზე აი ნებდებიან ახლა ყველაფერი მიდიოდა იდეალურად სანამ გავუგდებოდ ოკეი აი დავმარცხდით სიბირი დავკარქეთ ამას ორი აზრი არა აქვს ვარნავა-პოლა კი დავიცავით მაგრამ სიბირი მაინც დავკარქეთ ძალიან ცუდი აი მოკლედ ახლა აუცბად შევაჯამოთ დღევანდელი ეპიზოდი მეორე ეპიზოდს ვამთავრებ უკვე ისე რომ მომკლეს და არმია არ ამყავს და დამიჭირეს. კაი ახლა რა ხდება? სტურგიამ დაგვიწყო ომი სიბირი დავკარქეთ. ვარნავა-პოლაში ალყარი უпроსორად და შეიძლება დავკარგოთ ახლა სალამი არმია დავარეკრუტო და ასე შემდეგ. კიდე რა ხდება? ტიალი ავიღეთ, აგვიჯანყდა ხუზაიტებს ავართვით რამოდენიმე ტერიტორია. დასავლეთ იმპერიასთან გვაქვს ომი სამწუხაროდ. ნუ მოკლედ ძალიან რთული სიტუაცია არის. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, ჩემი თხოვნა იქნება გამოიწიროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და დატოვოთ კომენტარი. მადლობა ყველას ყურადღებისთვის და ნახვამდის.